ხატავთ ნეიროალგორითმს ახალი სამსახურის დაწყებაზე. ეს ალგორითმი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სამსახურის შეცვლაზე ან რაიმე თქვენი კონკრეტული პროექტის ან მიზნის განხორციელებაზეც ასევე. პირველ რიგში ვხატავთ ჩვენს გზას. ეს პირობითად არის ჩვენი ცხოვრებისეული გზა. აქ გზის ნაპირზე სხვადასხვა ფიგურით გამოხატეთ ის, რაც გიშლით ხელს. შეიძლება იყოს ეჭვი, რაღაც არ გამოგივა. შეიძლება იყოს ნერვიულობა, თქვენი, რაც ასევე არის ხელის შემშლელი პირობა. შეიძლება იყოს კიდევ რაღაცა სხვა მიზეზებიც, აი ასე დახატეთ აქ ეს ყველაფერი. სხვადასხვა ფიგურით გამოხატეთ, რამდენსაც ნახავთ. თავიდან რა თქმა უნდა ვაკეთებთ თემის აქტივაციას, ვინც უკვე ხართ გამოცდილებით ამ ჯგუფში და მუშაობთ ნეიროგრაფიკაზე, ყველა მიცით, რომ პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის თემის აქტივაცია, რომელიც მე უკვე გაკეთებული მაქვს და თემაში წერთ სათაურში ერთ სიტყვას, თემად ვირჩევთ ერთ სიტყვას და მერე 2 წუთის მანძილზე გაწერთ ყველაფერს, რაც მოდის ამ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი, სხვადასხვა ტიპის სიტყვები. 22 სიტყვა დაახლოებით უნდა გამოგივიდეთ 2 წუთში. შემდგომ გადახედავთ ამას და მერე უკვე იწყებთ ხატვას. და ხატვის ბოლოს ნახატის დასრულების შემდეგ ასევე გააკეთებთ 2 წუთიან აქტივაციას. ეს გეხმარებათ გააანალიზოთ კონკრეტულად რა არის თქვენში ხელის შემშლელი პირობა და რადგანაც ნეიროგრაფიკა ეს არის პირდაპირი კონტაქტი ჩვენს ქვეცნობიერთან და ცნობიერთან, დაანახებს თქვენს გონებას მკაფიოდ თუ რა არის ხელის შემშლელი პირობები და რა არის დასამუშავებელი თქვენში. ამიტომ აუცილებლად უნდა ამოწეროთ სიტყვები და მერე ხელს მიშლი. მერე უნდა გადახდი. მერე უნდა დაიწყოთ ხატვა და აი იქ იმ სიტყვებში იქნება ხელის შემშლელი რაც არის, ესეც კარგად მკაფიოდ გამოჩნდება. და ამოიტანთ აქ და დაწერთ. თუ გნებავთ შიგნით ჩაუწერეთ, თუ გნებავთ არ ჩაწეროთ, თუ ხეთ შემსავით სქელი მარკერით ხატავთ, მაშინ შეგიძლიათ რომ კალმით გააკეთოთ შიგნით აღნიშნა. ესე იგი ამაში არ წერთ უბრალოდ არაფერს, შემდგომ ჩაწერთ სხვა ფიგურებში. ამის დახატვის შემდეგ უკვე შიგნით გზაზე, აი აქ ვხატავთ ჩვენს მიზანს, წრეს ვაკეთებთ დიდს. და აი აქ აკეთებთ აღნიშნას, რომ ეს არის თქვენი მიზანი, ანუ სამსახურის შეცვლა იქნება ეს თუ ახალი სამსახურის დაწყება იქნება თუ თქვენი მიზნის და პროექტის განხორციელება. ამ შემთხვევაში მივწერ პროექტის განხორციელებას, რადგანაც მიზნად არ მაქვს სამსახურის შეცვლა, უბრალოდ კიდე დამატებით რაღაცა ჩემი პროექტები მაქვს, რომელიც მინდა რომ განვახორციელო და ეხლა აი ამ გზაზე ვაკეთებთ წრეებს და ოთხკუთხედებს, სადაც ჩაწერთ ასევე რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ ახალ სამსახურში. აი თქვათ, შეიძლება ეს იყოს თანხა, შეიძლება ეს იყოს რომ გაფასებდნენ, შეიძლება ეს იყოს რომ კარიერა გინდათ, წინსვლა იყოს კარიერული და ასე შემდეგ. და ამასაც აღნიშნავთ წრეებით და თუ გნებავთ ოთხკუთხედებითაც. იმ შემთხვევაში თუ თქვენ რაღაც კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე გაქვთ საუბარი და ამას ხატავთ აქ, მაშინ აღნიშნავთ რა გინდათ რომ მოგიტანოთ ამ პროექტმა. ეს შეგიძლიათ წრეების სახით ჩახატოთ და ოთხკუთხედების სახით და აი აქაც
გააკეთეთ აღნიშნა თუ რა არის ეს, ხო? და ეხლა უკვე ჩავხატავთ სამკუთხედს ჩვენ გზაზე, რომელიც არის განვითარება, ვიცით ჩვენ მოძრაობა. აქ მინდა აღვნიშნო, ვინც ახლები ხართ ნეიროგრაფიკაში, გთხოვთ, დახატავთ სამკუთხედს, იმიტომ რომ ეს ცოტა ესეთი აგრესიული ფიგურაა და უნდა ვიცოდეთ, ანუ უნდა გქონდეს მასთან შეხება, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მკვეთრი მოძრაობა და ცვლილება, რისთვისაც შეიძლება არც ხართ ახლა ჯერ მსადკი, გინდათ სამსახურის გამოცვლა ან რაღაც ახალი სამსახური, მაგრამ შეიძლება ამისთვის ჯერ არ ხართ მზად და სამკუთხედს ახასიათებს მკვეთრად შეგაცვლევინებთ ცხოვრებას, ამიტომ მაინც ცოტა სიფრთხილით გამოიყენეთ. და გადავდივართ მომგვალებთ ჩვენს კუთხეებს. ნეიროგრაფიკას უკეთებთ ყველა ფიგურას აბსოლუტურად და მე გავავლებთ ხაზებს, აი ამ გზაზე დავაკავშირებთ სივრცული ხაზები ჩვენს ფიგურებს ერთმანეთთან. აქ უკვე ნეიროგრაფირებას მოვახდენთ ფიგურებისას, რაც გვაქვს გზაზე. ეს არის ჩემთან სტაბილურობა და სტაბილურობით მინდა რომ ჩემი აი ეს რაღაცა თავდაჯერებულობის ნაკლებობა დავამუშავოთ. ხანახეთ აი გზას რო ავაცდინეთ ეს ჩვენი ხელისშემშლელი პირობები, ამით ჩვენს მიზანს მოვაცილეთ ეს ფიგურები. თუ გძნობთ, რომ ესენი არის დასამუშავებელი თქვენში, შიგნითვე ამ ფიგურებში ჩაამუშავეთ და მიეცით ამათ ცვლილება. მაგალითად, რომელიმე შეიძლება გამოხატავდეს ეჭვს, რომ ეს სამსახურები არ არის, კონკურენცია დიდია, სადვიშოვი, ეს დაამუშავეთ აქ, რომ ჩემთვის სამყაროს აქვს საუკეთესო მიზნები და ყველაფერს მარტივად ნახულობ, ყველაზე კარგ სამსახურს, ყველაზე შემოსავლიანს. აი ესე ჩაამუშავეთ ეს ფიგურები აქ. მეორედ ეს აფირმაციასავე სიტყვები. მე ვიმსახურებ საუკეთესოს. მე ვენდობი სამყაროს, ვენდობი საკუთარ თავს. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. აი აქაც ღია და გახსნილი ვარ საუკეთესო ცვლილებებისთვის. ამუშავეთ ეს. მე ცოტა სწრაფად ვხატავ, რომ დიდი არ იყოს ვიდეო. თქვენ შეგიძლიათ ბევრი დრო დაუთმოთ, უფრო საჭიროც არის, რომ დაახლოებით 9 საათი მაინც დაუთმოთ ამ პროცესს, მეგობრებო.
აქ მინდა აღვნიშნე ხა მე უბრალოდ სხვა მარკერები ცოტა გამიშრა. სქელი მარკერით დახატეთ ძირითადი ნაწილი. აი ეს ნაწილები დაამუშავეთ თხელი მარკერებით. უფრო წვრილი თავი რო კონდეს ისეთით. გამოკვეთილი რომ არ იყოს ეს, ხო? გამოკვეთილი უნდა კონდეს ცენტრალური ნაწილი. აკვე დავამატებ, რომ სულ მალე გვექნება ვებინარი, მე აღვნიშნე, რომ იქნება 23-24 რიცხვი, მაგრამ სამწუხაროდ 23-ში არ გამომდის, ამიტომ ვიღოთ 24-25 და ვისაც გექნებათ სურვილი, რომ დაესწროთ, უკვე მომწერეთ, შევადგინოთ სია და გავაკეთოთ ჯგუფი, სადაც აღვნიშნავთ დროს, საათს, ანუ როდის რომელ საათზე ჩავატარებთ. ასე. ყველა კუთხეს, რა თქმა უნდა, ვამგვალებთ, გადაკვეთის ადგილებს ვამგვალებთ. გადაკვეთის ადგილებს ვამგვალებთ, ესეც დავამუშავეთ აქ. აი ასე. აქაც ვამუშავებთ და რა თქმა უნდა ვაკვირდებით ჩვენს განწყობას. რა განწყობა გვაქვს, როდესაც ვხატავთ, რას განიცდით, სადაი რომელ მონაკვეთზე ხატვის, რომელ ადგილას მონაკვეთზე გიჩნდებათ, თქვათ, ან გახურება, ან თავის ტკივილის იგი რაღაცა იქ არის პრობლემა, თქვენ სადღაც ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, ამიტომ ეს საკუთხედიც აუცილებლად უნდა დავანეიროგრაფიროთ, არ გამოგჩეს ყველა ფიგურის ნეიროგრაფირება. აი ამ პროცესში, სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ბაზაზე ვმუშაობთ და ფერი არ გვაქვს შემოტანილი, გვაქვს საშუალება, რომ დავამუშავოთ კარგად ხაზები. და ნეიროგრაფირება მოვახდინოთ ფიგურების. ხო, საუბრობთ იმაზე, რომ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს რეფლექსიებს, რა რეფლექსიები გვაქვს ხატვის პროცესში. უნდა გქონდეს აუცილებლად მეგობრებო რეფლექსია, ეს ძალიან კარგია და საჭიროა. იმიტომ თუ ხატვის პროცესში იგრძნობთ, რომ ან თავი აქ ტკივდათ, ან რაღაცა ცრემლები მოგდით, ეხლა როცა იფიქრებთ იმაზე, რას იმსახურებთ თქვენ, ცივი გონებით ვერ გამოვა აქ ამბავი, ხო, რაღაცა ემოციები წამოვა, შეიძლება ეს გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, ან ფეხი გაგიცივდეთ, ან რაღაცა, ეს ძალიან კარგი პროცესია, ესე იგი მიდის რეფლექსია და მიდის კარგი ღრმა მუშაობა ჩვენს გონებასთან. თუ არ გაქვთ ეს რეფლექსიები, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პროცესში არ ხართ სრულად ჩართული. რაღაცა სხვა რამეზე ფიქრობთ ხატვის დროს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ჯერ ნახოთ ეს ვიდეო კარგად. ერთხელ ორჯერ დაგჭირდებათ, რომ დაიმახსოვროთ, რას ვხატავთ და მერე დაიწყოთ უკვე პროცესი და არა პარალელურად ჩემს ვიდეოსთან ერთად, ხო? უნდა იყოთ თქვენს პროცესში ჩართული. ესე იგი, გავაკეთეთ ახლა ნეიროგრაფირება ნამუშევრის და ჩავსვით ყველა ფიგურა, რაც გვინდოდა და ახლა უკვე შეგვიძლია შემოვიტანოთ ფერი. ფერის ამბავიც ვიცით. შემოგვაქვს ფერი ნაკადებად. ვერ გავხსენეთ რა. ნაკადებად შემოგვაქვს ფერი და აუცილებლად გვერდ ორი უჯრედი უნდა იყოს ერთ ფერში გაფერადებული. ერთ უჯრედს მარტოვებთ მარტო ცალფერში. აი თუ ასეთი ტექსტის ამომყვანით ხატავთ, აუცილებლად უნდა გადაატაროთ შავზეც ეს ფერი. ფლომასტერებით ზუსტად იმიტომ რომ ხატავთ, რომ ფლომასტერს გადაუსმევ ამ შავზე, გიფერადებს და ხატავთ ან თანქრით, ან ტექსტის გამომყოფით, გამომყვანით.
ამას ჯგუფის ახალი წევრებისთვის ვიმეორებ, მეგობრებო. კიდევ სამ კუთხეც ნუ გააფერად ერთი წითელი ფერით, იმიტომ რომ უცებ მოხდეს, გავიმეორებ, რომ მკვეთრი ფერები სამ კუთხეც არ უხდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გჭირდებოდეთ თქვენ სამუშაოს ან შეცვლა, ან ახალი სამსახურის მოძებნა, იცოდეთ, რომ აი მკვეთრი ფერი სამ კუთხეზე იწვევს მკვეთრ მოქმედებებს. და თუ არ ხართ ამისთვის მზად, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ, მაინც ამ ფერს სიფრთხილით გამოიყენეთ უფრო სწორედ. დანარჩენი სხვა ფერებს, როგორც გძნობთ ენერგეტიკულად, ისე შეავსეთ. ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ გქონდეთ იმ მომენტში რაღაცა ფერი, მაგრამ მაინც შეეცადეთ, რომ დააკავშიროთ იმ ენერგიასთან, რასაც აქ ვამუშავებთ. დავასრულეთ ახლა არქეტიპირების ეტაპი და გადავდივართ უკვე სივრცულის გელიხაზის შემოტანაზე. როგორც იცით, ნამუშევარში სივრცულ ენერგიის ხაზს, ველის ხაზს, ყოველთვის შემოგვაქვს მარცხენიდან მარჯვენა მხარესათვის, მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედა კუთხისკენ. უმრავლეს ალგორითმებში ესე კეთდება, თუმცა არის ალგორითმები, სადაც განსხვავებულადაც შემოგვაქვს ველის ხაზი. ამ შემთხვევაში მიმართულება რადგან გვაქვს და ნახაც აქ მიმართულება, ხო? გავაკეთოთ მიმართულებით ჩვენი ველის ხაზი. ეს არის სამყაროს დახმარების ძლიერი ნაკადი ჩვენთან, ანუ ველი შემოდის, რაც ეხმარება ჩვენს მიზანს, რომ განხორციელდეს და ეს ხაზი შეგიძლიათ უკვე არსებულზე გადაატაროთ, რასაც მე გავაკეთებ, ან შეგიძლიათ სხვა ნაკადად შემოიყვანოთ და როცა შემოიყვანთ, აი ეს კლად უნდა იყოს, გაჩნდება ახალი გადაკვეთის ადგილები და აი ამ გადაკვეთის ადგილებს აუცილებლად ვამკვალებთ ისე. ჯერ ხაზი შემოგვაქვს, ეს ხაზი სწორი არ უნდა იყოს, ყველა ხაზი ნამუშევარში უნდა გქონდეს ნეიროგრაფიული ხაზებით შესრულებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სწორი, ხო? უნდა იყოს ცოტა ესეთი მიხვეულ-მოხვეული. თუ თქვენ ხართ ახალი, გთხოვთ ნახოთ ვიდეოები, სადაც ახსნილი მაქვს, როგორ იხატება ნეიროგრაფიული ხაზები და ასევე ბოლოს გამოვყოთ ფიქსაციის ფიგურას, რომელიც ბუნებრივია, რომ ჩვენს ნამუშევარში არის ახლა აი ეს წრე, სადაც ჩვენ ჩავსვით ჩვენი მიზანი, ანუ ახალი სამსახური იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხატავთ სამსახურის შეცვლაზე და კარგად, აი აქაც მოამკვალეთ წარმოქმნილი კუთხეები. აი აქაც გადაედონა, მოდით მოვამკვალოთ აი ეს ნაწილიც. კუთხეების მომკვალების აუცილებლობაზეც საუბრობ ყოველთვის შეხვედრებზე და აი ამ შეხვედრაზე, რომელიც ახლა გვექნება ვებინარი ორდღიანი, აქაც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ტექნიკურ ნაწილზე, თუმცა ჩვენ არა მხოლოდ ტექნიკურად ვასრულებთ ნეიროგრაფირებას ვებინარის პროცესში, არამედ აქ ვამუშავებთ საკმაოდ ღრმად და სერიოზულად გარკვეულ თემებს და საკითხებს, რასაც ეხება კონკრეტული ვებინარი. აი ეს გახლავთ, მეგობრებო, ალგორითმი სამსახურის დაწყებაზე, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფის წევრის თხოვნით მოვიძიე და გიზიარებთ სიხარულში, ბედნიერებაში და წარმატებაში გამოიყენეთ.